ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს იტალიელი მეცნიერი ალესანდრო კოცი სტუმრობს. რომის უნივერსიტეტის დოქტორანტი ცენტრში დაცულ ლათინურ და იტალიურ მანუსკრიპტებზე მუშაობს. ამჟამად ხელნაწერების აღწერა მიმდინარეობს. საკითხზე ნაშრომი სექტემბერში კატალოგის სახით გამოიცემა. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული რარიტეტული ლათინური და იტალიური ხელნაწერებით რომის უნივერსიტეტის დოქტორანტი ალესანდრა კოცი ჯერ კიდევ გასულ წელს დაინტერესდა. ფილოლოგი და ბიბლიოთეკარი მაშინ ცენტრის მიერ ორგანიზებულ საზაფხულო სკოლაში კურსს გადიოდა. ცენტრის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით გადავწყვიტე ხელნაწერების ზედმიწევნით შემესწავლა და აღმეწერა. ფიქრობ, კატალოგი, რომელშიც ამ მასალას მოუყრითავს არა მარტო ქართველ, არამედ უცხოელ მეცნიერებსაც დააინტერესებს. ცენტრში დაცული მანუსკრიპტები სხვადასხვა ეპოქის და შინაარსისაა. ლათინური ხელნაწერები მე-18 საუკუნით თარიღდება. ეს პოლონელი იეზუიტების მიერ შედგენილი რიტორიკული ტექსტებია. მისიონერთა ჩანაწერები წლების შემდეგ პრაქტიკული გამოყენებისთვის გადაიწერა. ამჟამად ვეცნობი ქართველ მეფეთა და დიდგვაროვანთა წერილებს, რომელთა ადრესატი ვატიკანია. ეს ძირითადად რომის პაპისთვის დახმარების თხოვნის ბარათებია, რომლებიც მიხეილ თამარაშვილის მიერაა შეგროვებული. ხელნაწერთა შორის შეხვდებით 1556 წლით დათარიღებულ გოთიკურ სტილში შესრულებულ მანუსკრიპტს. მისი ზედმიწევნის შესწავლის შემდეგ ირკვევა, რომ ტექსტი გამოცემამდე 1 ან 2 საუკუნით ადრეა დაწერილი და წმინდა მამათა ცხოვრებას ასახავს. ჯერჯერობით მე მქონდა საშუალება 30 ხელნაწერს გავცნობოდი და დეტალურად აღმეწერა ისინი. საქართველოში კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში დავრჩები და რარიტეტული წიგნების შესწავლას განვაგრძობ. რომის უნივერსიტეტის ტორ ვერგარატას დოქტორანტი ალესანდრა კოცი პარალელურად ძველ ქართულ ენასაც სწავლობს. ახალგაზრდა იტალიელი მეცნიერი საქართველოში დაბრუნებას მალე ისევ გეგმავს. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული იტალიური და ლათინური ხელნაწერების კატალოგი კი სექტემბერში გამოიცემა.